მოგესალმებათ შაბათის მებაღე. დღეს მინდა ვისაუბრო ბალახოვან მცენარეებზე, როგორც ვიცით, არსებობს სიტყვის მოყვარული, სიცივის მოყვარული, მარადმწვანე და ისეთი, რომელიც ხმება ვქვათ ზამთარში. განვიხილავთ მისკანტუს დღეს, რომელიც არის სიტყვის მოყვარული, ეს არის მისკანტუს ზებრინუსი, ყვავილობაში და ლამაზი ხდება, როდესაც იწყება აგვისტო, ეს იყო წინა იყო აგვისტოს სურათი, შემდეგ იყო სექტემბრის სურათი, ვიდეო და ეხლა არის უკვე დეკემბრის. მისი ყველა ესეთი ლამაზი სახი არის ამ პერიოდისთვის, როდესაც გადაიყვავილებს. რადგან სითბოს მოყვარული მცენარეა, მთელი ზამთარი ჩვენ ვინარჩუნებთ მის ფორმას, ანუ ზამთრისთვის შემოდგომაზე არ ჭრით ძირში. ჭრით სადღაც მარტის დასაწყისში ან მარტში უნდა ამინდებს დავაკვირდეთ, რომ მცენარე არ დაიწყოს ვეგეტაცია. ეხლა გაჩვენეთ, რომ ოდნავ ვეგეტაცია დაწყებული და თუ ჩვენ გადავჭრით მას ძირში და მივაყოლებთ ახლა წამოსულ ფოთლებს, შეიძლება მცენარის დავაზიანებთ, შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ მცენარე ცოტა გვიან წამოიღებს ფოთლებს, უკვე სხვა ფოთლებს და გვიან ექნება ლამაზი სახე. საერთოდ ეს გვიან ამოდის და დეკორატიული ხდება სადღაც შუა რიცხვებში ზაფხულის. მე ესე ვსხლავ მას, ანუ ჭრით ძირში, პატარა სანამ იყო სეკატორით ვაკეთებდი ამ ამბავს, თუმცა ძალიან რთულია სეკატორით. ალბათ უფრო დიდი რო გახდება, უფრო დიდი ხერხი დამჭირდება ეს ბუჩქების გასაკრეჭად, რომ იყენებენ. ჯერჯერობით ესაც გამოდგება. ეს არის პროცესი, გაჩვენებთ პროცესს, საკმაოდ დაუნდობლად ვიქცევი, გვერდზე არის პირთეთრა, მასაც მივაყოლებ, ეს საკმაოდ ინვაზიური მცენარეა და გადადის ყველგან, სადაც გავუშვებთ. თუმცა გაზაფხულზე ძალიან ლამაზად ყვავილობს, თეთრი ყვავილებით, მარადმწვანეა და როგორც ნიადაგმფარავი აქ იმიტომ აქვს, რომ მისკანტუსებს, ისევე როგორც მის გვერდზე ჰორტენზია მაქვს, უყვარს ტენიანი ნიადაგი და ინარჩუნებს ტენს, იმიტომ რომ აქ დასავლეთის მხარე მაქვს. შემდეგ, როგორც ხედავთ, მე მაკრატლით ვასუფთავებ, ვჭრირო, მაკრატლით ვცდილობ, თუ ახალი წამოსული ყლორტებია არ გადავჭრა, რამდენად ამას ვახერხებ და თქვენს რამდენად მოახერხავ. ესაც საკითხავია და ვცდილობ გარშემო გავანთავისუფლო სარეველებისგან, თუმცა იმდენად გავს ეს მცენარე, თუნდაც ჯანღა ბალახს, საკმაოდ რთულია ამის გაკეთება. ერთადერთი ვთქვათ, თუ შევამჩნიეთ, რადგან ქვია ზებრინუსი, აი ზებრასავი თეთრი ზოლები თუ დაყვება, აი მასე თუ შევამჩნევთ, რომ ამ ბალახს ვჭრით. სხვა შემთხვევაში ცოტა გაგვიჭირდება, თუმცა სასურველია, რომ ბუჩქი გასუფთავდეს, გაიკრიჭოს, შიგნიდანაც ამოსუფთავდეს. მე შევამჩნიე, რომ იმის გამო რომ თოვლი დო არ იყო ძალიან ყინვიანი ზამთარი, ვთქვათ, აი თებერვალი საკმაოდ თბილი იყო, ამ მცენარეს და კარგად იყო შეფუთული თავისივე ფოთლებით, ღეროებით, უკვე ვეგეტაცია დაუწყია, მაგრამ ვფიქრობ, ეს უფრო მარტის ბრალი და დაგვიანების ბრალი არ არის, უბრალოდ ესე გამოდგა. მე ახლა გაჩვენებთ, როგორ გამომაქვს სარეველა აი ამ ნიადაგმფარავი პირთეთრასგან. ხელი უნდა შევხო შიგნით და ძირიანად გამოვიყო, სხვა ვარიანტი არ არსებობს. საერთოდ, როდესაც ერთ ადგილს ვქვათ რაღაცას ვკრიჭავთ, სხლავთ, ვასუფთავებ, ყოველთვის ვეცადოთ, ხო იცით, მებაღის პირველი წესია, თუ სადმე სარეველა დავინახეთ, უნდა ძირიანად ვეცადოთ, რომ ამოვიღოთ. სულ ეს არის პროცესი, რომელსაც მისკანტუს ვყარებ გაზაფხულზე
ისიც სიმართლე გითხრათ, არც გამოკვება ჭირდება არაფერი, მაგრამ როდესაც ბაღის გამოკვებას დაიწყებთ, მასაც რამეს არ ბუნებთ, უარს არ იტყვის, რა თქმა უნდა, როგორც ყველა დანარჩენი მცენარეები. სხვა რა გითხრათ, არ იწვის მზეზე, უყვარს მზიანი ადგილი, უყვარს მორწვა, დიდად მოვლა ამ გაკრიჭის გარდა არ ჭირდება. ძალიან ლამაზ ქოჩებს იკეთებ, შევეცადე მენახა, მეჩვენებინა ვიდეოები, რაც მქონდა ამ მცენარეზე. ამჯერად დაგემშვიდობებით, თქვენი შაბათის მება.